მეხუთე კლასამდე არ ხატავდი საერთოდ. ბავშვები ხომ ხატავენ სულ რაღაცა. არ ხატავდი. რაში როდესაც იმას ბოტანიკას რო რაღაცა დასახატი ჰქონდა, დედაჩემს უძახდი, დედა მოდი დავიხატე დროზე. ხო და ესეთი ვითარება. მაგრამ ძალიან მიყვარდა კითხვა. კითხვას წიგნები მქონდა ყოველ იმისთვის თავისი ლიტერატურა. როდესაც ვსწავლობდი, იმის ქვეშ მქონდა წიგნი, რომ დედას აუბნიო თვალი და იმას ვითომაც ვსწავლობ და ვკითხულობ. მუსიკაზე ნოტების უკან მქონდა სხვა წიგნი. მერე კიდევ ვითომაც ვეძებ შკაფში ვეძებ იმას რაღაცებს, ხო და იქ მქონდა სხვა წიგნი და ესე იგი, როდესაც დავდიოდი, მჭირდება წიგნი, მივდივარ შკაფთან და იქიდან ვკითხულობ. მერე ვჭდები გაკვეთილებს აკეთე, იმასაც ვკითხულობ სხვა წიგნს და ესე მქონდა განაწილებული. ხო და ისა. აი შეიძლება მან განაპირობა და სადაც მე დავიწყე ხატვა მეხუთე კლასში. უცებ ვეფხის ყავოსანი. ხო, ჩვენ მქონდა ძველი, აი გამოდიოდა მაშინ ძველი წიგნი ვეფხის ყავოსნის და იმისი თოიძის ილუსტრაციები. ხო და ეს მომეწონა და ვიჭდებოდი გვახატავდი. დაამთავრე ის სკოლა უკვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ მივდივარ აკადემიაში და რა თქმა უნდა ილუსტრაციას, გრაფიკას, ილუსტრაციას, იმიტომ ეს მქონდა შინაგანად, ეს ჩემი ჰობი რო ვიცახე, აი ეს მქონდა ძალიან აქტიურად. ხო და წავი ილუსტრაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე შევჩერდე. იქაც ვაკეთებდი კიდევაც, შეიძლება ტილოებით, ნახატები და ასე შემდეგ, რაც ეხებოდა მხატვრობას. რაც იმ მომენტში რამაც კარნახობდა, რომელ მასალაში გავაკეთო. და დაიწყო ის იქიდან ვეფხის ყავოსნიდან უკვე სერიოზულად იქიდან დავიწყე ილუსტრაციის გაკეთება. მერე მთელი დრო ეს აქამდე ბოლო გავაკეთე აი პეტერბურგში შემიკვეთა. არა, მანამდე მერეც გავაკეთე, კი. საბავშვო წიგნები 2 წელი. რომელშიც ერთში, რომელი წელი იყო? 10-ში მივიღე ისა გალას ჯილდო ლიტერატურის პრემიის. და არის დანისამოსი, ხო? შინაგანი. და იმიტომ ჯერ რა თქმა უნდა გაიაზრო თვითონ როგორ გააკეთებ წიგნს. ჯერთი იყოს ეპოქაც ჩანდეს, თვითონ აზრი ავტორის, ხო და მსვლელობა მთავარი მაგას იმ წიგნში და იმ ნაწარმოებში. ხო და ჯერ რა თქმა უნდა ცოტა გააკეთო ილუსტრაციები, ჯერ იმაზე იმუშაო უბრალოდ და მე უკვე ყდაზე გადადიხარ, რომელიც უნდა იყოს რაღაცა საერთო, რომელიც აერთიანებს მაგ შენ ილუსტრაციებს. იმიტომ ილუსტრაციები მაინც ძალიან გადამულია ტექსტთან. ხო და იმ სლელობა მიდის და შენს ესე იგი მიყვები მაგას, მაგრამ უკვე გარედან უნდა ჩანდეს საერთო რაღაცა, ხო? აი როგორი სტილია და შემდეგ, აი ის ვეფხის ყავოსნის იქ, იმიტომ რაღაცა ბოლო ის არის. იქ რა თქმა უნდა, ახლა კონკრეტულად რაღაცა მე არ ავიღე. ავიღე თვითონ ახლა ჩუქურთმები, რაც არქიტექტურული დეტალები, ისა და მოვათავსე ის ავთანდილის და ტარიელის ერთმანეთი, ეს არის მეგობრობა, ხო? მეგობრობის მაინც, როდესაც ამბობენ, რომ სიყვარულის პოემა, მე მგონი მეგობრობის უფრო. სადაც სიყვარული შედის და მთელი სპექტრი გზნობების. ხო და ის იმიტომ მაგათი სიმბოლოსავით აი ყველაფერი ჩუქურთმები მოდეს, შეიძლება გადავიღოთ კიდევ სადღაც მაქვს ცალკე, ხო? მოდეს და იქ ჩარსმულია ეს ორი ეს პერსონაჟი. ხო და ეს თანაც იცით რა, ეხლა რო ვთქვათ, რომ აი ილუსტრაცია, არა ილუსტრატორი არ მინდა სახვით, ზოგადი და ასე შემდეგ ფერწერა ვთქვათ. მაგრამ როდესაც გავიხსენოთ თვითონ ვთქვათ საბერძნეთის ხელოვნება. იქ არის ზოგადად მითების ილუსტრაცია, ისე რომ ვთქვათ, ხო? გინდ აღორძინების ხანა. მანამდე იყო კედლის მხატვრობა. მე როდესაც გადავიდა დასგური, მაშინ უკვე პორტრეტები შეიტანეს და სხვა სიუჟეტები და ისა
კედლის მხატვრობა, ეს არის ილუსტრაციები, ბიბლიის ილუსტრაციები, იქიდან მოდის. ტექსტი მთლიანად იქიდან არის აღებული. აქვს ახლა რო ვთქვათ, რომ ილუსტრაციებში სხვა არის, უფრო ფერწერა, ეს დაზგურია, ეს უფრო მაღლისია. მე მგონი ერთმანეთთან არიჯებ ერთმანეთთან ერთნაირი ისა წონა აქვს ხელოვნებაში. მე ესე მგონი რა ვიცი. ეხლა იცით რა, იმიდან ცხოვრებიდან გამომდინარე. თუმცა მე მახსოვს ის იგი, თანაც ხატავდი აკადემიაშიც ვასწავლედი და ოჯახიც მყავდა. ოჯახში ბავშვი და რაც მაგას შეეფერება, ხო? ხო და ზუსტად ერთი ხელით ქარს ვაკეთებდი, მეორე ხელით ვხატავდი. რა ვქნა? ესეთი ცხოვრება ესეთი დადგა და ვასრულებდი. თანაც ეხლა საერთოდ ბავშვთან ეს უკვე ბავშვთან ის რა ქვია სეირნობა ჩემს გარშემო არავინ არ დადიოდა. ჩემთვის იყო აუცილებელი 2 საათი დილით, 2 საათი საღამოთი. ხო და რავალი საქმეა, ხო მოწყდე იმას და იარო ისე, ტყილად გამოდის, ხო? ხო და მაგრამ თანაც დედა ჩემი მაკონტროლებდა. გავედით თანაც ადრე. Что ეს რასიზამ მოვძებნე მაინც ალბათ ის უფრო ძლიერი იყო ჩემში ხო ხატრობა და თანაც ისე კი არა ვთქვათ რომ მქონდა შეკვეთები ისეთნაირად რა აუცილებლად არა ეს ჩემთვის ვაკეთებდი ასე იყო გამოფენები წელიწადში რამდენიმე ხო და ის მინდოდა გამოტანა ნამუშევრების და იმიტომ რაღაცა დაძაბულად ვიყავი და ვცდილობდი ყოველი მომენტი გამომიყენებია მაგისთვის და ვახერხებდი. მთავარი დისციპლინა, ყველაფერში ვთხოვდი დისციპლინას. ხო და რომ ემუშავად და ვაძლევდი ეს იგის გასაკეთებელი ჰქონდათ სახლში. მოგქონდათ იქ ძალიან არ მიჭირდა დროს. ეხლა ცოტა გამიჭირდა პირველი კურსი. თანაც ეხლა ვითარება ვერ გაიგებ საერთოდ რა უნდათ მაგათ. რომ მოვთხოვ კი ვეუბნები რომ მოდიხართ აქ მაინც იარეთ არა. ეს გამიჭირდა ამ წელიწადს. შარშანი მყავდა მშვენიერი ბავშვები და ზუსტად მე მინდა რომ იმას ჩავდვა მაგათში კომპოზიციის კანონები, იმიტომ კომპოზიციას თავისი კანონები აქვს, რომელიც დაყრდნობილია მათემატიკას. ერთ მუსიკოს რო უთხარი, რომ მუსიკაც არის, აქ ყველაფერი აგებულია ოქროს კვეთაზე, როგორ ჩვენთან. საერთოდ სილამაზე არის ოქროს კვეთა. თუ არის დარღვეული, ესე იგი ულამაზოა. მაგაზე სულ ვეუბნები და სამწუხაროდ ვერ ითვისებენ, მაგათ მგონი დაეკარგათ ეს უნარი, ათვისების უნარი და გამეორება. აი ვერ გავიგე რა ხდება. რატომ? თანაც სულ უბრალოდ 5 წინადებაში ხჩივი ცოტა და მოისმინონ თუ 5 წინადადება იმას ასახავს რა არის კომპოზიცია, კანონები კომპოზიციის. даже იქ სტუდენტებს ვავალებდი რეზუმე გააკეთო ბოლოს წერილობითი. მაგალითად იქ რო ხატავენ კომპიუტერში მე არ მომწონს. იმას არ მაძლევს არაფერს, იმიტომ რომ ყოველი მოსმა, ხელით გაკეთებული ფუნჯით იქ ნერვი გადადის იქა. ხო და იქა უკვე ტექნოლოგიათ იმას სპობს, აი ნერვიულ იმას მომენტს. მაგრამ ხო შეიძლება ლამაზი იყოს რაღაცა, მაგრამ მე არ მაყოფილებს ეს გაკეთებული იმაში. ნახატი კომპიუტერში გაკეთებული. ჩემთვის ესა დანარჩენი იცით რა, ყველაფერი მაინც უნდა იყოს განათლებული ადამიანი. ყველაფერი უნდა იცოდეს. ეს კი არა ვთქვათ, ეს რო არ არის მუსიკალური განათლება, ნების პატარა ვთქვათ, ერთი დასაწყისი, მაინც უნდა იყოს. როგორ იყო ისევ ჩვენ დროს? აუცილებელი იყო მუსიკა. ეხლა მგითხარით რომ მკითხულობდი ნოტების უკან მქონდა წიგნი. გავუწევდი და რაღაცას უბრახუნებდი.
თავარია დედამ გაიგოს. გამოფენებზე არ დადიან, რა ვთქვათ მეტი. სულ ვებნი, აი პირველი კურსი, მეოთხარი ხალხი ხომ უნდა იცოდეთ, გემოვნება უნდა გაზარდო რაღაცნაირად, იმიტომ რომ რანაირად, მარტო თავისი თავით, უნდა დახედოთ რა ხდება რა. რა იყო ადრე? არ იციან, ქობულაძე ვინ იყო, არ იციან. არ ძალიან ცუდი მდგომარეობა ჩემი აზრით. იმიტომ აკადემიაში რომ მოდიან, უნდა გქონდეთ წინასწარ განათლება.